შვედეთის სამეფოში საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, შვედეთის გზების მშენებლობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი შეხვდა. მხარეებმა საავტომობილო გზების, მიწისქვეშა და მიწისზედა გვირაბების და ხიდების მშენებლობაში უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებაზე და საგზაო უსაფრთხოებაზე ისაუბრეს. აღნიშნული ტექნოლოგიების უკეთ გაცნობის მიზნით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს სტოკჰოლმში მშენებარე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი ჩიტიბანანი დაათვალიერებინეს. მალე აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენება საქართველოში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაშიც მოხდება. ცენტრში შეხვდა მინისტრთან, ასევე შეხვდით სვიზროუდის ხელმძღვანელს და ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ძირითადად ყურადღება იყო გამახვილებული გზების, გვირაბების და ხიდების მშენებლობაზე, მათ მოვლა შენახვაზე, უსაფრთხოებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სისტემა არის, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ გზები, რომელსაც ძალიან დიდი რაოდენობით ვაშენებთ საქართველოში, უფრო ხარისხიანად შევინახოთ. ბოლო რამდენიმე წელია ჩვენ განსაკუთრებულად ვართ კონცენტრირებული საგზაო უსაფრთხოების დაცვაზე. შვედეთის საგზაო უსაფრთხოების დაცვის სფეროში საკმაოდ წარმატებული ქვეყანაა და ვფიქრობთ, რომ თქვენს ქვეყანასაც გაუზიაროთ ეს გამოცდილება. ჩვენ გავეცანით შვედი სპეციალისტების მუშაობის სტილს საგზაო ინფრასტრუქტურის სფეროში და ვფიქრობთ, ჩვენი თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. ამ ვიზიტის მნიშვნელობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ხელს უწყობს თანამშრომლობას იმ სფეროში, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და სწრაფად განვითარებადია ინფრასტრუქტურის სფეროში და თანამშრომლობთ ქვეყანასთან, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში, როგორც ინფრასტრუქტურის მშენებლობის, ასევე მისი უსაფრთხოების, უზრუნველყოფის თვალსაზრისით.